Წამოდი რომ გავკვეთე, შიგნი იყო ტყილები და თმა. Ყველა აი მე პირდაპირ აი აქედან შემიძლია მოუწოდოთ ჩემ კოლეგებს რომ მეტი დრო დახარჯეთ იმ გართულებებზე და იმ შესაძლებლობაზე, სიკვდილიანობაზე, აი არის კონკრეტულ ნოზოლოგიაზე სიკვდილობის მაჩვენებლები რაღაცა, ხო? იგივე მაგალითად წავე პანკრეატიტების დროს. მუდმივი ეს მხოლოდ ცვლილებებია. კი ბატონო. დანარჩენი არაფერი მუდმივი არის და არის კიდე ერთი. ეს სიყვარულია. ეს სიყვარული. იგივე მასალა, იგივე პოლიპროპილენია, ჩვეულებრივ აი მოსკიტო მეშს რო ეძახიან წერებისგან დამცავი ბადე, კარგად გასტერილების შემდეგ, არაჩვეულებრივად და შემდეგ ინგლისელებმა გამოაქვეყნეს მაღაზიაში ჟურნალში 1000 кейსის ანალიზი, ღრმად წავს რომ სიცოცხლე ექსპორტირებულია, შემოტანილია დედამიწაზე და შექმნილია. მოგესალმებით პირველი სამედიცინო პოდკასტიდან და უკვე ისე შემიყვარდა ეს პოდკასტები და იმდენად საინტერესო გახდა, რომ მართლა რა ვიცი ერთ სული მოქვს შემდეგი გადაცემა, როდის იქნება ხოლმე და ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ექიმები გავიცანიეს ახლოდან და ესეც საინტერესო ადამიანები არიან და ესეც საინტერესო ისტორიებს გვიყვებიან სულ და დღეს ჩვენი შემდეგი კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო სტუმარი არის ბატონი გიორგი გიორგობიანი, ზოგადი ქირურგი, მე ესე ვიტყვი რეგალიას მე კიდევ უფრო ჩავშლით, რა თქმა უნდა და მეც მივესალმები აუდიტორიას. და რა თქმა უნდა ბატონ გიორგის. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ მობრძანებისთვის. ბატონო გიორგი, არ დავარღვევთ ტრადიციას, ეხლა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრადიცია გვაქვს, რომ პირველ კითხვას ვსვამთ, რატო გადაწყვეტათ ექიმობა? ჯერ და მე ზოგად ქირურგიაზე ცალკე ვისაუბროთ, მაგრამ ეს სტატისტიკისთვის გვჭირდება, რა იყო იმის მიზეზი, რატომაც შედგით მედიცინაში ფეხი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, დიდი მადლობა, ძალიან მომწონს თქვენი პოდკასტი, ძალიან კარგად და კომფორტულად ვგრძნობ აქ თავს და სიამოვნებით გაგიზიარებთ ჩემს მოსაზრებებს, თუ რაიმე საინტერესოს ვიტყვი, გამიხარდება და დაფასდება ეს და ვინმეს რამეში წაადგება. პოდკასტამდე ძალიან საინტერესო იყო ჩვენი საუბარი და ეხლა უფრო საინტერესო იქნება. ბატონ გიორგის შეუძლია საუბარი პრაქტიკულად ნებისმიერ თემაზე. მინდა დავადასტურო, იმიტომ რომ აი არ ვიცი, მგონია რომ მისი ცოდნა არის უკიდეგანო. ცოცხალი ენციკლოპედია შეიძლება. ესეც შეფასებისმეც ცოტა რთულია ეს საუბარი, მაგრამ რატო გადავწყვიტე ექიმობა, ეს რაღაც ძალიან მაშინაც მოდური იყო, როცა ექიმობა დავიწყე, მაგრამ პირდაპირ ვიტყვი გამოწვევების გამო, ეხლა მოდაშია ბარბარიზმებით საუბარი, ჩელენჯი და ასე შემდეგ. გამოწვევების გამო ეს წმინდა ადამიანშია, ყველა ადამიანშია ესა, არანაირად გამორჩეული არ ვიყავ, უბრალოდ ჩემი გამოწვევა იყო ის დარგი და ის მიმართულება, რასაც მედიცინა ქვია. და შემდეგ უფრო კიდე მეორე დონის გამოწვევა გახდათ ის, ალბათ აქ რაღაც შინაგანი მომენტიც არის, რაღაც რისკის სიყვარულიც არის, რა ვიცი, ბევრი რამე ერთად შემოდის, ერთმანეთთან ზედდება ხდება და გადაწყვეტე, სადაც უფრო მაღალი რისკებია, ცოტა ეგოისტური მომენტია, იმიტომ რომ ალბათ თვითკმაყოფილების მომენტი უნდა ამეღო ინიციაციად და ავიღე კიდევაც, რომ რაც უფრო რისკიანია, რაც უფრო რთულია საქმე, მით უფრო მიზიდავს. ჩვენ ახლა ვსაუბრობდით ახალ ჰოსპიტალზე და ზუსტად იგივე თემაა ეს, სულ ნოლიდან დავიწყეთ ჩემს არაჩვეულებრივ მეგობრებთან, კოლეგებთან ერთად და აი აგერ უკვე მალე გავალთ ფინიშის სწორზე რო იტყვიან. აი ეს იყო და ეს. მხოლოდ არის გამოწვევა სირთულეებთან ბრძოლა, რაც ალბათ დამეთანხმებიან ჩემი მეგობრები, რომ ძალიან მარტივი არ არის საოპერაციოში ყოფნა და სიკვდილის სიცოცხლესთან რო იტყვიან აი ესე ჭიდილი და რთულესია ფიზიკურად და ფსიქოემოციურად და ყველანაირად. გეთანხმებით. მემკვიდრეობითი არ ყოფილა 1000 ეს აი ეს ანალიზი აკეთებს. მემკვიდრეობითი არანაირად. ანუ ოჯახიდან გამომდინარე. არანაირად მემკვიდრეობაში. ანუ ოჯახში არავინ არ ყავთ ექიმი? არავინ არ არის, ხა არ ვიცი, ბაბუის მამა ვიცი რომ არ იყო და იმის იქეთ მედიცინაც ისე არ იყო განვითარებული, შესაძლოა ყოველთვის იყო მედიცინა როგორ არ იყო, ჰიპოკრატედან მოყოლებული მედიცინა განვითარებულია. სხვანაირად თქვი უბრალოდ ლოკალურად. კი ბატონო. კი ბატონო. ვინმე ფანასკეტა ციციშვილი შეიძლება არ იყოს ხო, მაგრამ თავის ეპოქასთან ძალიან დიდები იყვნენ. ან ავიცენა მაგრამ ხო. სოჩოს ძალიან კაი ფილმი ავიცენაზე ერთი. არ მოქვს ნახე? რომელიც იქ ანესთეზიის როლია ძალიან მნიშვნელოვნად გამოყენებული. ავიცენას მუზეუმში ვარ ნაყოფი, თუმცა ბევრი რამე არ არის გენუინური ეგრეთ წოდებული, მაგრამ
არის იქ რაღაცები, რაც მის სახელს უკავშირდება და აქეთ აღმოსავლეთისკენ უზარმაზარი როლი ჰქონდა მას მედიცინის განვითარებაში. ბატონო გიორგი, თქვენი განათლების რო დავუწოთ. დიახ. როგორ გაიხსენებთ იმ წლებს, როგორ ისწავლეთ, სად ისწავლეთ? სიამოვნებით, დიდი მადლობა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო მაშინ ინსტიტუტი იყო. ინსტიტუტი დავამთავრე, ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მაშინ წარჩინებ წითელი დიპლომი და ასე შემდეგ. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ პირდაპირ ახანეს უმაღლესი რანგი მქონდა. შემეძლო ასპირანტურაში ჩამებარებინა და ჩავაბარე ასპირანტურაში ზოგადი ქირურგიის მიმართულებით. ანუ კლინიკური ორდინატურა არ გამივლია დღევანდელი დაახლოებით რეზიდენტურის პოსტდიპლომური განათლების სამსაფეხურის ტოლფასი. შემდეგ ასპირანტურაში სწავლის დროს უკვე როგორც ახლა დოქტორანტურაა, სავალდებულო უნდა ქონოდა და უნდა ქონდეს დღევანდელ დოქტორანტებს სადოქტორო სადისერტაციო თემა და გავაკეთე, დავამუშავე. შემდეგ მოხდა მისი დაცვა. ეს შეეხებოდა რეკონსტრუქციულ ოპერაციებს ნაოპერაციებ კუჭზე. ამის შემდეგ დავიწყე სამედიცინო უნივერსიტეტში როგორც ასისტენტ პროფესორმა მუშაობა ქირურგიის კათედრაზე. შემდეგ ვიმუშავე ტოპოგრაფიული ანატომიის კათედრაზე 1 წელი. მაშინ უკვე ახალი ის იყო რომ ახალი ის იყო რომ უკვე ეს უცხოენოვანი თითქმის რამოდენიმე სტუდენტი იყო კანტიკუნდად და ეს ინგლისურენოვანი მომენტი ნაკლებად იყო. შემდეგ ასოცირებული პროფესორი გავხდი, შემდეგ სრული პროფესორი, აგერ უკვე 15 წელია სრული პროფესორი ვარ. სტაჟირება გავიარე, რაც ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დიდ ბრიტანეთში, სამხედრო ჰოსპიტალში, ეს არის დერიფორდის ჰოსპიტალი. მე იქ არ ყოფილი ვარ 1 კვირა, 1 თვე და 2 თვე ნახევარი, დაახლოებით 6 წელი დავყავი მანდ. დღესაც ჩემი 6 წელი. ძალიან მაგარი. სხვა პერიოდულობით. დღესაც ჩემი აღზრდელი არის ის ძალიან მნიშვნელოვანი დიდი ფიგურა. რამდენ გაქვთ კონტაქტი? კი, პენსიაზეა. სულ მიკვირდა თქვენი ბრწყინვალე ინგლისური. დიდ ბრიტანეთში ტელემედიცინის ფუძემდებელია და გეხსოვნება თქვენ ტონი ბლერის დროს პრემიერ-მინისტრი იყო, მას ეს ჯილდო გადაეცა. ის რაინდია, თავისი კოშკი აქვს და იმ კოშკში ერთი პატარა ოთახი მე მაქვს, კავკასიური ქართული ოთახი, სადაც როგორც შვილს მამასთან ყოველთვის ჩაისულება. ისიც ჩემთან ყოველთვის ჩამოდის და თქვენ კონგრესი რო ჩავატარეთ, თქვენ ნახეთ იქ იყო წარმოდგენილი. და თქვენ კითხვაზე უპასუხებ, რომ გარკვეულწილად ეს ინჟინერებს აი კოსმონავტიკის სფეროში სახელგანთქმულ კოროლიოს ჰქონდა, ეხლა ჩვენ მაგას ვერ გავიმეორებთ, გეცოდინებათ რასაც აკეთებდა და ზუსტად ეგრო იმ დღეს რო არ მოხდა კატასტროფით დამთავრდა. გვაქვს რაღაცეები, შინაგანი საიდუმლოებები, რიტუალები. მე ვიცი რომ ძალიან ბევრს აქვს. მეც არ ვიცი ალბათ მე გაგვანდოთ ბატონო გიორგი. გეტყვით აუცილებლად ახლა უბრალოდ უხერხულია. კადრს მიღმა ვიტყვი, ხო, რასაც აკეთებდა ახლა ინჟინერი რა. ხო და. ორა საინტერესო წარმოიდგინე. ინტრიგა, ხო, და ჩვენც გვაქვს ჩვენი რა. ეხლა ალბათ ჩვენი მაყურებელი Google-ავს ვინც არის. კოროლეოს და Google-ს. რას აკეთებდა ის ხომალდის გაშვების წინ. ჩვენ მაგას არ ვაკეთებთ ქირურგები. რა თქმა უნდა ვაკეთებთ, მაგრამ ოპერაციაზე რომ დაცლილები შევიდეთ, მაგ თვალსაზრისით ვაკეთებთ. მაინც ვთქვით. ხო, რომ თავისუფლად ვიყოთ და რაღაცა არ შეგვაწუხოს. დიახ. კიკა ზოგიჟდა მე. მე რამდენიმე ვერსია გამიგინა თავში. განმავლობაში ყველაზე გემრიელად ეხლა გაიცი. ბატონო გიორგი, ჩვენ ვიცით, მაგრამ აი მაყურებელსაც რო უთხრათ და თან ამის შესახებ მოვუყვეთ თქვენი დამოკიდებულება აი თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ, რობოტული ქირურგიის მიმართ, ნაწილობრივ ახსენეთ კიდევაც, მაგრამ მაინც რო დიახ, დავიწყოთ კი ბატონო, თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე დღეს უკვე შეუძლებელია კეთება, ელემენტარულად აი ელემენტარული ლაპარასკოპია, აბსოლუტურად უზარმაზარი გიგანტური ნაბიჯია ყველა მიმართულებით ქირურგიაში. არა მარტო ზოგად ქირურგიაში, ლაპარასკოპიული, ოპერაციული გინეკოლოგია და ასე შემდეგ. ძალიან კარგია და აი უზარმაზარი
დამხმარია ექიმისთვის განსაკუთრებით დიფერენციული დიაგნოსტიკის მომენტში ხელოვნური ინტელექტი. დღეს ახლა იმასაც ვიტყვი, რომ ახლა ახალ ჰოსპიტალზეა საუბარი, ყველა ის აპარატურა, რაც შევიძინეთ, უკვე შეძენილია, რა თქმა უნდა, ხელოვნური ინტელექტის გარეშე არც ერთი არ შემოდის, ეს ბოლო თაობებია ყველა. რაც შეეხება რობოტულ ქირურგიას, რობოტული ქირურგია უკვე აწმყოა. სამწუხაროდ საქართველოში რაღაც პატარ-პატარა მინიმალური პულსით არის დაწყებული, მე ვიცი ხა უროლოგიაში მუშაობენ და ასე შემდეგ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ რობოტული ქირურგია უფრო დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე ქვეყნებისთვის არის უფრო ხელმისაწვდომი ამ ეტაპზე საქართველოში, იმიტომ ძალიან დიდი ხარჯი აქვს იგივე დოპინგს, საწვეთის მასალებს, ყოველ იმას აძვირებს ოპერაციის თვითღირებულებას და ასე შემდეგ, მაგრამ მომავალი მაგისია სულ რამოდენიმე წელიწადში ბავშვად ის შეუცვლელი იქნება. ასევე იყო მახსოვს, როდესაც ლაპარასკოპიულ ქირურგიაზე იყო საუბარი, ჭოჭმანი დეხანს უნდებიან რაღაცა, მაგრამ აქაც და რობოტულ ქირურგიაშიც უკვე ძალიან შორსასული არიან სპეციალისტები. ამ მხრივ მე გითხარით ერთ-ერთი ჩემი მოსწავლე, რომელიც ჰონკონგიდან სეულში გააკეთა ოპერაცია დისტანციაზე. მან და ეხლაც იცით თურქეთშია წასული ღვიძლის ტრანსპლანტაციებზე. ღვიძლის ქირურგია ძალიან რთული დარგია და ძალიან მაღალ ეფექტური მუშაობით და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კარგი შედეგები დგება. აბსოლუტურად კარგი. როგორ ფიქრობთ? ალბათ დადგება ჩემი აზრით მომენტი, როდესაც ადამიანი ოპერატორის გარეშე რობოტი ხელოვნური ინტელექტი თვითონ გააკეთებს ოპერაციას. როგორ ფიქრობთ? მე მაგალითად გითხარით, რომ ბრიტანეთის სამხედრო ჰოსპიტალში გახდით და ჯერ მაშინ ახლა მაგ დროს რობოტული ქირურგია არ იყო, მაგრამ მე ვიცი, რომ როდესაც საომარი მოქმედებები იყო იგივე აფრიკაში და ასე შემდეგ და ექიმის მუშახელის უпростоრად ხელის ნაკლებობა იყო ქირურგიის ხელის გულისხმობ ამ შემთხვევაში იქ ასწავლეს მედდებს ბაზისური სტანდარტული გაურთულებელი დევიაციების გარეშე ოპერაციები. მედდებს, რომელსაც აი საერთოდ არ ქონდა წარმოდგენა შაბლონური ოპერაცია. ამ მიზნით გაკეთდა ასევე რობოტიც. რობოტის მიზანი ის არის ხომ დისტანციაზე გააკეთოს აი warfare-ზე, როდესაც საომარი მოქმედებებია და შესაბამისად აი ეს ტრემბლინგი, რაც კანკანი, რაც აქვს, ის მინიმუმ კი არ დაყავს არნოლებს ფაქტიურად. აი ეს მომენტია, იქამდე მე კოსმოსშიც საპირებდნენ. ეს რამდენი წლის წინ იყო? ზუსტად არ მახსოვს რობოტის პირველი რა დაახლოებით ალბათ 20-25 წელი იქნება. კი საკმაოდ დიდი დროა, რომ აი ესეთ პირველი მომენტი წამახა. დღეს უკვე არ არსებობს დარგი, სადაც ქირურგიას ვამბობ, აბდომინურ ქირურგიას, თორაკალურს, ოპერაციულ გინეკოლოგიას, სადაც რობოტი არ მუშაობდეს და არა. კი ბატონო. ტრამვაში ფოთაშური რაც გამიკვირდა ტრამატოლოგიაშიც კი არის. და თქვენ იმაზე თან მინდა დაგეთანხმოთ და თან ნაწილობრივად, თუმცა აი თუ შევთანხმდებით რაღაც შაბლონზე, რა თქმა უნდა ქირურგიის სუპერვაიზინგის ქვეშ უკაცრავად შესაძლებელია სავსებით, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა შეასრულოს ეს ოპერაციები რაღაც სტანდარტზე, შეიძლება ადამიანის სტანდარტ დონეზე ადამიანსაც აჯობოს. და თუ იქ რაღაცა კომპლექტართულება იქნება დევიაცია რამე აუცილებლად, მაგრამ ადამიანის ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს. სხვათა შორის ეგ კითხვა დავუსვით თავად აის და მან არაო, ანუ ვერ შევასრულებ. ნუ ერთადერთი რაზეც შევჯერდით, ეს არის რადიოლოგია, ოღონდ ვიკამათით. ჩავეკითხე და ასე შემდეგ და რადიოლოგიასთან მიმართებით თქვა, რომ აი დიდი რესურსი, დიდი წარმატებები თუმცა უშუალოდ რასაც ექიმის აქ ისეთი რაღაც ნიუანსები კი არის, ისეთ მნიშვნელოვანი რაღაცები მოიყვანა მიზეზები, რომ ნუ არაო, გამორიცხული ადამიანის ფაქტორი უნდა იყოს. აი მე გეტყვით დღეს რა მუშაობს. ხელოვნურ AI-ს შეუძლია შეადაროს, აი გადაიღე სურათი, დაუშვათ, გვაქვს პანკრეასის კომპიუტერული ტომოგრაფია, დაკონტრასტეს CT-ს, რასაც ეძახს, ხო?
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია მილიონობით სურათთან შეადაროს და მოხდეს დიაგნოზი. კი ბატონო. ეს ჩვენ twins არ შეუძლია. ჩვენ უბრალოდ ამას უყურებთ კი ჩვენი გამოცდილებით, ცოდნით. საბოლოოდ რა ინფორმაციას არ გვაქვს. twin-ი რა არის, საბოლოოდ რაღაც ამ შემთხვევაში ინფორმაციული ის არის. ხო, ამას ამოყლის რაც ნანახი გაქვს და რაც სასწავლებელი რაც აკეთებს და ამას მერწმუნე გიგა ის უკეთესად აკეთებს. რადიოლოგიაში ძალიან. არა, დათოს მე იმიტომ უპასუხე, რომ ალბათ როდესღაც ეს დრო დადგება, თორე ეხლა ალბათ ისიც ხო განვითარდება ისე მიდის მოვლენები რა. ოღონდ ბოდიში ერთი წამით აქ ჩვენ რატო ვერ ვარაუდობთ უბრალოდ და რატო ვერ ვასწრებთ ამ მოვლენს, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით მომავალში რა ტექნოლოგიები გველოდება წინ და თუ გავითვალისწინებთ რომ რაღაცა ისეთი ტექნოლოგია იქნება რომელიც დღეს ჩვენ არ ვიცით და ამას დაუმატებთ ხელოვნურ ინტელექტს, რატომაც არა შესაძლებელი იქნება. თუ დღევანდელიდან გამომდინარე ეს ნაკლებად მიგვაჩნია. აი ჩვენ წერამ საუბრობდით რომ რაც ფილმებში არის, მე ყველაფერი რეალიზდება. ხო, ბევრ ფილმში გვინახავს რომ არის, არ ვიცი, ძალიან ის არის ფანტასტიკის სფეროა რა თქმა უნდა, მაგრამ არის რომ კაფსულა წვება რაღაც ბრუნავს და ის განიკურნება. მაგალითად მე ძალიან მიყვარს ფილმები და ნუ ელიზიუმი არის ეგეთი ფილმი. არა, ელიზიუმი არის ეგეთი ფილმი, მე დეიმონი თამაშობ, იქ არის ზუსტად ეგ იდეა და მე მგონია რომ რავი 500-700 წლის მერე ზუსტად მაგას ის რა ბრუნავს ჩვენ არ ვიცით და რას აკეთებს და როგორ აკეთებს და როგორ მიკრომოლეკულურ თუ კვანტური ფიზიკის დონეზე უჯერებს რაღაცას. თქვენი აზრით, კოლეგებო, რამდენი წლით ასწრებს რეალობა უпроსოდ ფანტასტიკა რეალობას? ეს დაიანგარიშეს და 80 წელი გამოვიდა. აი ჟულ ვერნი რო წერდა თავის იმას, ხო, ბელიაევი რო წერდა პროფესორ დოუელის თავს, უკვე არსებობდა ძაღლის თავი, რომელიც ელემენტარ თვალებს ახედა და მიერთებული იყო შესაბამის და მაიმუნზე გადანება გაკეთდა რაღაც პერიოდი მაიმუნო იცოცხლა. იგივე გასროლილია ეს თვარისკენ მოგზაურობა ასე ეს გეპი რაც არის ფილმებში და რაც არის მე რეალობაში ნელა შემცირდება. მე ასე აუცილებლად თან ეს ხო ყველაფერი გონების ნაყოფია. რა თქმა უნდა. იქ ვიღაცა აზროვნებს, ფიქრობს და შემდეგ ეს გონება ისეთია, რომ აუცილებლად ბოლოს რეალიზაციას გაძლევს, იმიტომ რომ ეს პრობლემაა. დაისვა პრობლემა. ადამიანის სწრაფვა ცხოვრების გამარტივებისკენ, რაღაც შემეცნებისკენ და ასე შემდეგ. ერთი კითხვა მაქვს თათა შენის ნებართვით, აი გუნდის როლი თვითონ ქირურგიაში და ნუ ოპერაციის დროს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან გუნდურობა ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. განუზომელია. აი ყველას თავის როლი აქვს ალბათ, ხო? ასისტენტს, ექთანს, ანესთეზიოლოგს, ანუ როგორ დაახასიათებთ ამ შეთამაშებას. გუნდის როლი განუზომელია, იმიტომ რომ თუ გუნდური პრინციპით საერთოდ აი ყოველთვის მომწონდა და ყოველთვის შემდეგ რომ ეს მაშინ ახალი იყო რომ ჩამოვედი მაგის დანერგვა ვცდილობდი და გარკვეულწილად მომახერხე კიდევაც აი ყოველთვის არის ეგრეთ წოდებული MDT მიტინგები და MDT approach ანუ მულტიდისციპლინარული team გუნდი გადავთარგმნოთ ხო multidisciplinary team მულტიდისციპლინური უფრო ქართულია გუნდი იხილავს კონკრეტულ შემთხვევას იხილავს კონკრეტულ პაციენტს, აქ შედის განსაკუთრებით სიმსივნეების დროს, მითო იქნება ბორდები, ახლა და ძალიან სწორია. აქ შედის ონკოლოგი, ქირურგი, ბატონო ჩემო, აქ შედის მორფოლოგი, აქ შედის რადიოლოგი, სხვა მომიჯნავე შეიძლება ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი დაგჭირდეს, რა თქმა უნდა ანესთეზიოლოგი. ეს ყველა იხილავს ამას, შემდეგ დგება დიაგნოზი, შემდეგ თუ ქირურგიული ჩარევაა საჭირო ვერევით და კიდე ცალკე ქირურგთა გუნდია, რაზეც თქვენ ეს აქ სინქრონი უნდა იყოს ავტომატიზმამდე დასული და ელემენტარულად მე რო ხელს გავიწვდი, მე საოპერაციო უნდა იცოდეს რა უნდა მომართოს. ანუ შეთამაშება მან აუცილებლად საოპერაციო მედ და უმნიშვნელოვანესია. ანესთეზიოლოგი უმნიშვნელოვანესია, როგორ პარამეტრები, როგორ მოგაყოლოს, როგორ განსაკუთრებით ეს დიდ ოპერაციებზე. და ყველა თითოეული წევრი, კი არა ის კავი მახსოვს ერთი ძალიან კარგი ქართველი ქირურგი, რომელიც აი ეკითხებოდა, როგორ ახერხებ ამ ასეთ ოპერაციებს სანაღლეგზებზე მუშაობდა
კავების ჩადგმა იყო მთელი ხელოვნება. ასაც ისაკეთებდა. ჩადგავდა კავებს და მე ისე ექსპოზიციას ვეძახით, ისე ამოდიოდა ეს საოპერაციო ველი, ფიქრობდი რომ რა მარტივია ამის გაკეთება. ამას ხო პატარა ვიყავი, ამას ხო მეც გავაკეთე. მაგრამ ვერ დგავდნენ ისე კავებს პატარები არა გამოცდილი ქირურგების. რამდენიმე ოპერაციას კი არა და ბევრ ოპერაციას ვესწრებით ჩვენ რა, მან გადამღებ ჯგუფთან ერთად ვიღებთ ამ ოპერაციებს და ზუსტად ეგეც შემექმნა რა, რაღაც ჩემ ტვინში ხარ ოლაპარაკობდით ხელოვნებას რო ადრებ, რომ აი სიმფონიური ორკესტრი რო არის, ხო, იცი, ყველა ეს შეთანხმებულად იმდენად რაც ლამაზისან, აი ხა როგორ შეიძლება თქვა, ხო, რომ რაღაცა ლამაზი სანახავია და ესთეტიურია, მაგრამ იმდენად ჰარმონიულად არიან შერწყმულები ყველანი ერთმანეთთან, რომ მართლა აი ხელს რო გაიწვევს, ზუსტად რო იცი, რომ იქ რა ნოტი უნდა დაუკრა თუ რაღაცა რა. ძალიან ჰარმონიული პროცესია ოპერაცია ნამდვილად რა. ოპერატორი ქირურგი, ხო, ალბათ. ქირურგი. კაპიტანი. კი, ბატონო, კაპიტანი. ხო, კაპიტანი და ბატონ გიორგი. რიფე. ძალიან. კი, გაროდის გაგვიხარდება. სულ. დაგითო. ვისარგებლებ მაშინ, ანუ ერთი ესეთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ. ყველაზე უცნაური რა გიპოვიათ ადამიანის ორგანიზმში ოპერაციის დროს? მარნეულში ვაკეთებდი ოპერაციას მახსოვს, ნუ ხა უცნაური ჩემთვის ხა ჩვენთვის არ არის ის. არა, სხეულში რო არ უნდა ყოფილიყო. ხო, ნუ სხეულში რო არ უნდა ყოფილიყო, არის ისეთი შემთხვევები, უბრალოდ აქ არაპროფესიონალ სხვა ფართო სპექტრიც გვიყურებს და უბრალოდ ვერ დავაკონკრეტებ ყველა შემთხვევას, მაგრამ იყო ესეთი, რომ აი მაგას ტერატოგენულ წარმონაქმნებს ვეძახით და აი კბილები თმა ნაწლავში. ხო, ნაწლავში? არა, ნაწლავში არა, ნაწლავის გარეთ იყო. კი ბატონო, ეს დისემბრიოგენეზის შედეგია და ჩემ ენაზეც რო ნუ განვითარების დეფექტი. ხო და ნუ გარკვეული სიმსივნური წარმონაქმნი იყო, ის ამოვიღე, ის ძირითადი ოპერაციას დავამთავრე ამასთან ერთად ესეც წამოვიღე, რომ გავკვეთე, შიგნი იყო კბილები და თმა. ნუ ეს ნაწლავის გარეთ ყველაფერი, ნუ მე გარეთ რო გამოვედი იმ რეგიონის სპეციფიკიდან გათვალისწინებით რომ ავაჩვენე ეს საიდან გასულ საიდან და როგორც ჩანს გადაყლაპო ხო არის ეს და საიდან შეიძლება მოხვდეს ორგანიზმში ეს არის ემბრიოგენეზი არის როდესაც ყალიბდება ძირითადი სტრუქტურები ყალიბდება ჩონჩხი ყალიბდება მათ შორის კბილები თმები კანი ყველაფერი და აი ამ დროს დარღვევა გარკვეული დარღვევით შეიძლება ეს ფორმირებული კარგად ფორმირებული თმა და კბილი იყო კბილები. იცით რომ მამაჩემი ქირურგია და მამაჩემო მაგალითად იპოვა დიდი ინსტრუმენტი. ხო, ეს ცუდია. სხვაჯერ წინა ოპერაციამ ჩაიარა ფანტასტიკურად, პაციენტმა გაიკეთა თბილისში, ჩავიდა ქუთაისში და ვერ შედის ტუალეტში, ვერ ჯდება. და მამაჩემი ხა ისტორია ეცოდინება ზოგადად ბევრი იქნება ესეთი ბატონ გიორგის. სამწუხაროდ არის. კი, მამაჩემთან შეაქვს რენტგენი, რომ გაფუჭდა რენტგენი და აი ზუსტად სახში გვაქვს ის ინსტრუმენტი ხა ქუთაისში. ფეხსაცმლის ლანჩის ფორმა, რაღაც აი ნაწლავებს რო აწვევით, ბუიალსკის სკინათ რაღაც ქვია ეგეთი. დღესდღე რელიქვიად გვიდის. მაგას ტუფლიას ეძახდა. ხო, ფეხსაცმლის ამიტომ ეგ ხშირი ამბავია. დახურვის დროს ხდება იყენებს ზოგიერთი. ჩასრიალდა, რომელიც ვიზუალურად ვერ ნახეს. ბატონ გიორგი, მე ორი კითხვას გადავაღო. რა თქმა უნდა, მამაჩემს ჰქონდა იმ კოლეგასთან კომუნიკაცია, მან ვერ შეძლო ჯანმრთელობის გამო, მაგრამ ყველაფერმა როგორც კოლეგიალობა მოითხოვს, ისე რეალურად არ ყოფილა არაფერი ისეთი, რომ რაღაც წინა ოპერაცია იყო ბრწყინვალედ ჩატარებული, ასე. ელემენტარული ხარვეს. აი ეგეც მოვაბათ იმ მომენტს გუნდური მუშაობის პრინციპი. ხო, აუცილებლად დაფა უნდა იყოს, თლადია ეგა ინსტრუმენტი, მაგაში მარტო ქირურგი, ახლა დამნაშავე ქირურგი. ალბათ შეიძლება იყოს ყველაზე ნაკლებად. ყველაზე ხო, იმიტომ რომ იქ ისეთი მომენტები ეს უნდა ითვალოს 2-3 ადამიანმა და დაფაზე უნდა. თან ამხელა. აი ამხელა არის ზუსტად ეს კი ბატონ გიორგი. რამე მითი თუ გაგიგიათ ყველაზე მეტად რას ანუ ყველაზე ხშირად რასაც ამბობენ ქირურგების შესახებ და მარტო ქირურგებმა იცით რომ ეს ესე არ არის.
მითი არა, მაგრამ ასე ვიტყვი, რომ მე ძალიან მაღელვებს, რახან ესეთი გულღია საუბარია, დღევანდელი განწყობა მოსახლეობისა ქირურგების მიმართ. კონკრეტულად? არა, კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად გეტყვით რა, განწყობა, რომ შეიძლება გარკვეულწილად ჩვენც ვწოდავთ ქირურგები, რომ ნაკლებ დროს უთმობთ პაციენტებთან კომუნიკაციას, ნაკლებ დროს ახსნას, აი მარტო ის ინფორმირებული თანხმობაც არ არის, საჭირო უნდა აუხსნა ყველა დეტალი, ხა, იმიტომ რომ სხვა დონის, სხვა სპეციალობის ადამიანებს ხვდები და უნდა იცოდეს რისკები, ყველაფერი, გართულებები, თორე ეხა, თუ არ იმუშავე ამაზე, მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს, ჩემს კოლეგებს, ეხა უამრავი ქირურგი და ის, როდესაც ხელმძღვანელი ვიყავი და ეხლა კიდევ არ ახალი გუნდი მყავს, ყოველთვის ამას ვეუბნები, რომ დრო არ დაზაგოთ პაციენტებისთვის ახსნას, ან როგორც მასწავლებელი მოსწავლეს, იმიტომ რომ მე რა ხდება? მე პარადოქსულ მდგომარეობაშია დღეს საქართველოში სიტუაცია რა. მოტრიალდება პაციენტი, პატარა რამე 5 წლის მერე, 10 წლის მერეც რო გაურთულდეს, იწყება ეს გაუთავებელი ჩივილები, გაუთავებელი ისა აპელაციები, გაუთავებელი დამღუპვა, ჩემფეხით მივედი, იქიდან გამოვედი, ასე საჩივრები და ასე საჩივრები ყველგან არის თეს სოფლიოში. მაგრამ აი ეს მომენტი საქართველოში არის აუცილებლად გადასალახავი და ამას ყველა აი მე პირდაპირ აი აქედან შემიძლია მოუწოდოთ ჩემ კოლეგებს რომ მეტი დრო დახარჯეთ იმ გართულებებზე და იმ შესაძლებლობაზე სიკვდილიანობაზე არის კონკრეტულ ნოზოლოგიაზე სიკვდილობის მაჩვენებლები რაღაცა ხო იგივე მაგალითად წავე პანკრეატიტების დროს იქ არის ხარისხები გრეიდები რომელი რა severity index რო ეძახით რა და რომელთანაც შესაბამისი ციფრებია სიკვდილობის და გართულებების მოტანილი. აი ამას თუ აუხსნი წინასწარ პაციენტს და არა მარტო პაციენტს, ხა ჩვენ სამხრეთული ქვეყანა ვართ, ცოტა ტემპერამენტი მეტია აგრესიაც, რა თქმა უნდა, განუზომელი ვიცით ქართველებმაც სიყვარულიც და აგრესიაც, მაგრამ რა მომენტი მინდა დავაფიქსიროთ, რომ პაციენტის არა მარტო პაციენტს, მის ახლობლებს, ვიდრე მე მისი ახლობლები არიან გაურკვევლობაში და რატო ქირურგმა ეს გააკეთა, ეს გააფუჭა, ეს ყურადღება არ მომაქცია, არ ამიხსნა. თუმცა დამერწმუნეთ, რომ აი ესეთი ჩივილის ხშირად ვერ მართლდება მომჭივანი, საფუძველთა საფუძველი არის არასრულფასოვანი კომუნიკაცია პაციენტთან და მის ახლობლებთან. ბატონ გიორგი, თქვენ აი თუ ალბათ გემახსოვრებათ ყველაზე ესეთი რთული და გამორჩეული ოპერაცია რა გქონიათ და ამას მივაბავ ერთ კითხვას მე როგორც ვიცი თქვენ ყოფილხართ ეს კონფლიქტის ისეთ რთულ რეგიონში და რაც გქონდათ რაღაცა გამოცდილებები და იმაგის შესახებაც რომ მოგვიყვეთ. კონფლიქტის რთულ რეგიონში ვერ მოვასწარი შესვლა, იმიტომ რომ უკვე მაშინ როცა სამედიცინო უნივერსიტეტიდან გაგვიშვეს, რამოდენიმე უნდა შეგვეცვალა გორის ჰოსპიტალის ქირურგები. აფრიკას სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმ დროს ვიყავი, როდესაც კონფლიქტი არ იყო, მაგრამ რაც შეეხება გორის კონფლიქტს, იქ ასე რომ თქვა, რომ თავი მოვიწონო ეხა მაგით და ისა კონფლიქტის რეგიონში უშუალოდ აი ოპერაციული აქტივობა ვერ მოვასწარი, სანამ მივიდოდით, უკვე დაიბომბა, დაიკეტა იქაურობა და გიორგი აბრამიშვილი ჩემი მეგობარია, ვის სახელსაც ატარებს დღეს გორის ჰოსპიტალი, დაიღუპა, არ მიატოვა პაციენტი, არ წამოვიდა და ბატონ გიორგი, აი თუნდაც აფრიკის შესახებ მაინც საინტერესო იქნება მე მგონია რა, ისეთი თავგადასავალი რა. ხო, სამხრეთ აფრიკაში მე უბრალოდ თქვენ გაინტერესებთ ზუსტად აი ეს იმ ჯგუფში, როდესაც ვიყავი საერთაშორისო ჯგუფში, რომელიც განვითარებად ქვეყნებში არ მეყვარს ამ ტერმინის განვითარებად ქვეყნებში ხა გააჩნია მოდი ესე დავარქვათ ეკონომიკურად უფრო არა წინწასულ ქვეყნებში ხო იმიტომ რომ მაგათ არაჩვეულები მაგათ ინდოეთი რო აიღო და აიღო იგივე ნებისმიერი ქვეყანა შეიძლება დიდი ისტორია ქონდეს და დიდი განვითარება რა კუთხით მივდგებით გააჩნია მაგათაც უამრავი ოპერაცია გვაქვს გაკეთებული ამ გუნდთან ერთად სადაც ფრანგები ინგლისელები ქართველები ორი ვიყავით უკრაინიდანაც იყვნენ მონღოლეთში კი ბატონო ინდოეთში მაგალითად მქონდა ესეთი შემთხვევები როდესაც აი ბადეებზე
გაკეთდა რაღაც გარკვეულის პოლიპროპილენის ბადის, როცა დაგვაკდა უკვე ამდენი ჰუმანიტარული დახმარება აღარ იყო და პოლიპროპილენის ბადეთ გამოვიყენეთ. იგივე მასალა, იგივე პოლიპროპილენია, ჩვეულებრივია მოსკიტო მეშს რო ეძახიან წერებისგან დამცავი ბადე, კარგად გასტერილების შემდეგ, არაჩვეულებრივად და შემდეგ ინგლისელებმა გამოაქვეყნეს მაღაზიაზე ჟურნალში 1000 кейსის ანალიზი და ამაზე მთელი რიგი ბადეების წარმოებლებმა კინაღამ ოპერაცია გაკოტრდნენ ეს კილერი დაიქირავეს კილერი ხო და ესე იგი წარმოებია 1000 кейსი ქონდა უკვე ბადეები რო გამოგველია მის შემდეგ კიდე აი პოსტამშთა ქვეყნებიდან ყირგიზეთში კარაკორში და იმში ნარინის ჩახედავენ გუგლში ნახავენ ნარინის ოლქებში მაღალმთიანებში სკოლის შენობაში მოვაწყეცა ოპერაციო და იქ ვაკეთებდით ამ გუნდთან ერთად და ნუ რა ვიცი ძალიან ბევრ ქვეყანაში. რამდენ ქვეყანაში ხართ ოტნო გიორგი ნაყოფ გონი კითხეთ ამის. კი, ზუსტად შემეძლია ვთქვა, აი ჯამურად 52 ქვეყანაში. ყველა კონტინენტზე? ავსტრალიაში არა. აი რომელიც ცნობილი მსახიობი უნდა თამაშობდეს თქვენი ცხოვრება რო ფილმი იყოს მთავარ როლს. ესეთი რთული შეკითხვა. მე მომწონს დათო სუშენიშნებს მაძლევს რთულ კითხვებს. არა, ძალიან კარგი კითხვაა. გადასარევში იგას ახსოვს არის ერთი ფრანგი მსახიობი, რომელიც ბატონ გიორგის ძალიან გავს და ჟან რენო. არა, სხვა მსახიობია, რომელსაც მე თქვენ გაგიზიარებთ და დარწმუნებული ვარო დამეთახმებით. მე სხვათა შორის ვამსგავსებ, მაგრამ რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი მსახიობია. ვერ გეტყვით, მითხარით იქნებით. აი, მე არ მახსოვს სახელი გვარი. აი თქვენ აუცილებლად აი ხლა ნებისმიერი მსახიობის არჩევის უფლება რო გქონდა. აი უბრალოდ ეხა ეგეთ რამე არის. ჩემი ბრედ პიტს. არა. ჩემი თმებით. ალბათ უფრო ფიგურით. რატო მახსენდება, იცით, აი იმაში ჟან რენო დაივერი რო არის რა ფილმია? ჟან რენო დაივერი. მე მგონი იმას ეს უფსკრული ესე ქვია, ზღვის უფსკრული. მაგაში ღვათ რო ჩადიან და ბოლოს ნამდვილ მყინთავზია რა გადაღებული ენცოზე, იტალიელზე, ანუ ჟანრენო? ჟანრენოს ალბათ ავირჩევდი კი. გადასარევებას. ცოტა ისეთი ის არის შედარება, მაგრამ ალბათ რაც ერთი სუპერ ზალა რო გქონდეთ, აი რა სინატრებით. მე ეს კითხვა ხშირად ისმება ჩვენ პოდკასტზე და ველოდები იმ პასუხს, რომელსაც მე ვისურვებდი და თქვენი აზრი რა არის? ძალიან მე მგონი არა, რომელიც ძალიან ახლოს არის თქვენს პროფესიასთან რა თქმა უნდა რა. არა, ეს ყველაფერთან ახლოს არის. ეხლა რომ მოვდიოდი გზაშიც ამაზე ვფიქრობდი, იმიტომ რომ მე ცოტა სხვა იმით მოვდიოდი, რომ ვიცოდი, რომ სიკვდილზე და სიცოცხლეზე იქნებოდა საუბარი რაღაც ამაზე და ეხლა ფორმატი შეიცვალა. ხო, კი ბატონო, არანაირი პრობლემა არ არის. ისეთ რამეს ვინატრებდი, რომელიც ყველა ადამიანში არის, მაგრამ რატომღაც დაბადებიდან არის, მაგრამ რატომღაც მე სოციუმით რგუნავს ამას თუ რა რგუნავს ვერ გავიგე, რომ სიყვარულით ეწინამძღოლად ყველას. ამას ვისურვებდი. სხვას არაფერს. აი ეს, იმიტომ რომ ეხაც სიმართლე გითხრათ, გადავხედე რამოდენიმე ფილოსოფოსის ნაშრომს, ოცა სიცოცხლეზე და სიკვდილზე იყო ესა და საბოლოოდ რაც არის მუდმივი ეს მხოლოდ ცვლილებებია. კი ბატონო. დანარჩენი არაფერი მუდმივი არის და არის კიდე ერთი ეს სიყვარულია. ეს სიყვარული. ყველა რელიგია, ყველა მიმდინარეობა აბსოლუტურად ამას ქადაგებს. ეს არის ჩვენში აი მართლა ის ნაპერწკალი, რომელიც მე ჩემი მიდგომა მაქვს და ამაში ყველას თავისი ხა ზოგს კრეატორი არის აუცილებელი, ელემენტარული სისტემაც რო შექმნა ეს თქვენი ეს ლამაზი ბოკალი, რომელიც ლამაზ ფეხზეა, ხო? ამასაც თავის შემქმნელი კრეატორი ჭირდება. ეს ზოგისთვის ღმერთია, ზოგისთვის ექსტრატერესტრიალები რაღაცა ზოგის. მე ღრმად წავს, რომ სიცოცხლე ექსპორტირებულია, შემოტანილია დედამიწაზე და შექმნილია. აი სხვათა შორის მაგაზე ჩვენი გადაცემის ფორმატი ხარ მოიცავს, მაგრამ ძალიან დიდი სიამოვნებით ცალკე გადაცემა. მაგრამ სულ სიყვარული გაზდევს ყველგან რა, აი სულ. აი ისო თქვენ გავხართ. ეს ვიდენი ბუნი, ეგეთი. ო, რაღაცით გავა.
მადლობა დიდი. ძალიან კარგი პასუხია. მე პირადად ძალიან დამაგმაყოფილა და თუ არ ვიცი რაზე ფიქრობ სადმე პოდკასტი. მე ვინატრებდი რომ მქონდეს სუპერძალა, რომლითაც ნებისმიერ დაავადებას გამკურნავ. ეს არ ნიშნავს, რომ ასე ვთქვათ, უკვდავებას ვაჩუქებ. უბრალოდ აი რა კიბოა. თუმცა რაღაც კანონზომიერებებს ეწინააღმდეგები მაგეთი. სუპერძალა ამიტომ ქვია. კანონზომიერებს კი ამ თელ სამყაროს კანონზომიერას ექვემდებარება. ეს იმიტოა ყველაფერი ეს დაავადებებიც იმიტო გარკვეული ცოტა ცუდ რამეს ვიტყვი, მაგრამ აიც ჩვენში დევს და სწორია, რაღაც მარეგულირებლის მომენტია, ხო, ერთს მოვერევით, მეორე წამოვა მეორესა, მესამე, იმიტომ რომ იგივე ისევ სიკვდილის და სიცოცხლის თემასთან მივდივართ და ალბათ მართლა უკვდავი არავინ არ არის. კი ბატონო. ბლიცზე ხოლმე. კი, ხო. ვაპირებდი გადასხოს. დაგისვამთ მოკლედ ბლიც კითხვებს. კი ბატონო. იმდენად საინტერესოა თქვენთან საუბარი, რომ რა ვიცი, ალბათ კიდე ძალიან ბევრი საათი ვისაუბრებდი, მაგრამ ნუ ფორმატი გაქვს. შეგვიძლია, რომ მე კიდე მოგიწვიოთ, იმდენი სტუმარი ყავს თავიდან მოსაწვევი. ხო, ნამდვილად. მე ჩემს მეგობრებთან ვაპირებ ძალიან ბევრი წელი გავაგრძელო მეგობრობა. ასევე თქვენთან დიდი მადლობა. თუ გადავიკვეთებით სხვა სფეროებშიც ეგ გარდაუვალიც კი არის ბატონო გიორგი. მიხარია, იმიტომ რომ წესიერი ხალხი წესიერ ბიზნესს აკეთებს და წესიერი ბიზნესი ძალიან დასაფასებელი მომენტია დღევანდელ არა თუ საქართველოში, მთელ სოფლიოში. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გადავიდეთ ბლიცზე. რობოტული ქირურგია თუ ტრადიციული? რობოტული, რა თქმა უნდა. ოპერაციის წინ ჩაი თუ ყავა? არც ერთი და არც მეორე გითხარით მე რა ტრადიცია ქონდა ყოველთვის. ბატონო გიორგი. სხვა რაღაც სიტყვები. ხო და მე მაგაზე პასუხი ვეღარ მოვისმინე. გავიგე ის რასაც აკეთებდა, მაგრამ თქვენ რას აკეთებთ? ბლიცი ახლა. აი გავატარებ. რო არა მოვჭრათ ხო შეიძლება? კი ბატონო, არა. შოკოლადი თუ ხილი, ხო არ გავწითლდი? არა. დამცხა. ორივე. შოკოლადი თუ ხილი. მაინც? ერთად ორივე. ორივე ერთად, ხილი კი ბატონო. კაი ბატონო. სპორტი თუ მედიტაცია? მედიტაცია. ფილმები თუ სერიალები? წიგნი. გადასარევი პასუხია. ფილმები თუ სერიალები? ფილმები იყოს. კომედია თუ დრამა? კომედია უფრო ის არის რთული, ესე ვფიქრობ. კომედია უფრო. გადასაღებადაც და კომედიური მიუზიკლი საერთოდ ტოპია. წიგნი თუ აუდიო წიგნი? წიგნი. დიდი ქალაქი თუ პატარა სოფელი? დიდი ქალაქი. სიჩუმე თუ მუსიკა? ეხლა არ ვიტყვათ ბოლოს თქვენ ხართ ცივი იდიოტი. ბოლოს დასკვნა. ეს ხოვრობით რა თქმა უნდა. არა, ჩვენ ადამიანებს ისეთ ვიღებთ. გიაყანჩელის სიტყვას გეტყვით მაგაზე რა. სიჩუმე ყველაზე დიდი მუსიკაა. ეს გენიალური ნათქვამია. გიაყანჩელი ნამდვილად იყო და არის. აი ზუსტად რაც თქვა წერა არის. არის და იქნება. ადრიანი დილა თუ დილას გამოძინება? ადრიანი დილა მირჩევნია ყოველთვის. სწრაფი გადაწყვეტილებები თუ ღრმა ანალიზი? არა, სწრაფი გადაწყვეტილებები. ძალიან დიდი მადლობა ბატონ გიორგი. უდიდესი სიამოვნება მივიღეთ თქვენთან საუბრით. მადლობა. ბევრი მადლობა როგორც ხალხს. ბევრი მადლობა თქვენ. ბატონმა არსენმა გვასწავლა, რომ ბევრი მადლობა უნდა გითხრათ. კიდევ ერთხელ მადლობა და წარმატებით. ცოცხლით დიდი მადლობა.